2005 წელს სასულიერო სემინარიაში სწავლისას ჩვენთან მოდიოდა ხოლმე ერთი დიდი მოღვაწე სტუმრად გვასწავლიდა გვიზიარებდა თავის გამოცდილებას გვეკითხებოდა გვაძლევდა დავალებებს არასოდეს დამავიწყდება მისი სტუმრობები მისი მაგალითი ეს დიდებული ადამიანი ასევე გვიყვებოდა ხოლმე თავისი მშობლების შესახებ თავის მამას და დედას რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში როგორ ეპყრობოდნენ ერთმანეთს თავის შვილებს რას ასწავლიდნენ იქ მივხვდი რომ ეს ადამიანი ამ სულიერ სიმაღლეზე რო ავიდა ეს ნახევარი იყო თავისი მშობლების დამსახურება უგონური კაცი ლოთი საკუთარი თავის ცოდვით გამასულელებელი ასეთ ადამიანს ვერ დაბადებდა ასეთ ადამიანს ვერ გაზრდიდა ყვავისგან მტრედი ვერ გაჩნდებოდა კატისგან ლომი ვერ დაიბადებოდა ძალიან დამაფიქრა ამ ამბავმა აი 20 წელი გავიდა მეტიც და ყოველ დღე თვალწინ მიდგა ეს ადამიანი თავისი სწავლებით თავისი მადლმოსილებით როგორც მშობლები უტოვებენ თავის შვილებს თავის ქონებას სახლს კარს ფულს ასევე უტოვებენ თავის შვილებს თავის სულიერ თვისებებს ამ პარტაუნისგან თავმდაბალი ვერ გაჩნდება მურუშისგან წმიდა ვერ დაიბადება ვერცხლის მოყვარისგან მოწყალე ვერ გაიზრდება ეს არ მოხდება ამიტომ გავითვალისწინოთ რას ვაგროვებთ ჩვენ თავში რასაც მოვაგროვებთ ჩვენ თავში ამას დაუტოვებთ ჩვენ შვილებს და ძალიან მწარი შეგრძნებაა აი ჯოჯოხეთში იჯდე და ელოდო რომ შენი შვილი მოკვდება და ისიც გვერდზე მოგიჯდება ჯოჯოხეთში და მერე მარადისობაში გაყვედროს რომ რატომ მასწავლე დალევა და რატო არ მასწავლე მარხვა რატომ მასწავლე მრუშობა და რატო არ მასწავლე სიწმინდე და ეს ითმინა მარადისობაში ამაზე საშინელება არაფერია საკუთარი შვილი ჯოჯოხეთში გაყვედრიდეს რომ რატო დამღუპე ღმერთმა დაგვიფაროს ღმერთს ვენდოთ თავს არ დამცემია ხოლმე ჩემთვის ყოველ შემთხვევაში იმის დანახვა თუ როგორ გვანან ადამიანები თავის მშობლებს და როგორ არ გვანან ქრისტეს ჩვენ რო ეზიარებით ჩვენში უფალი შემოდის ჩვენს სიზარღვებში განკაცებული ღმერთის სისხლი იწყებს მოძრაობას წმინდა მამებს ესე უწერიათ იმდენად უვარგისი იყო პირველი ადამის მემკვიდრეობა რომ კაცთა მოდგმისათვის მეორე მამამთავარი ახალი ადამი იყო საჭირო ეს გახდა უფალი ზეცით და საშინელებაა ხოლმე იმის დანახვა როგორ იმეორებენ შვილები მშობლების შეშლილობას მათ უგუნურებას მათ ცოდვებს და არ გვანან ხოლმე ქრისტეს ღმერთმა დაგვიფაროს